ეხლა მივდივარ იმ ოჯახში, სადაც მეწყერ ჩამოწოლილი სახლი არის, თითქმის სახლის ნახევარი წაღებული აქვს მეწყერს და ნახავთ თუ რა პირობები არის იქ. ხედავთ თქვენც რა პირობები არის, კიბეც არავრის. სახლში შესასვლელი არის ხის კიბე გაკეთებული, აგერ ოჯახის უფროს ქალბატონი გამარჯობათ. გაგიმარჯოთ განაცვალე, გაგიმარჯოთ, მას იკეთენ მოგიშალოთ. თქვენი სახლი არის მეწყერ ჩამოწოლილ ზონაში და მაინტერესებს თუ რანაირად არის და თუ შეგიძლიათ რომ დაგვათვალიერებიოთ. კი, როგორ არა, დედა, ნახეთ, ეზო მეწყერმა წამოთო 2012 წელს მის მერე ინგრევა წყალქვეშა მდინარეები, გეოლოგები იყვნენ შეამოწმეს და ჩამეინგრე კედლები და ვარ ასე გაჭირ. ახლანდელი მთავრობიდან ვერ მოგატყვილებს ხო არაფერი, ხოლოდ მოვიდნენ შემამოწმეს და მეტი არაფერი არ ვაფიქრე. ანუ რაიმე ფულადი დახმარება და ეგეთი არაფერი ხო? არაფერი. თანხა არ არისო და ვარ გაჩერებულებიო და რა ვიცი, ასე მიწეს. და თქვენი ოჯახი თუ იღებს სოციალურ დახმარებას? არა, სოციალურ დახმარებას იქით იყვნენ შემოწმებაზე და რომ მოვიდნენ სამი ქათამი დაინახეს ეზოში და საღორე დაინახეს კიდევ ერთ დანგრეულ საღორე და იმისანაც ქულები დამიწერეს რომ ჩავედი და ვიკითხე ჩემისანამ დიდარი არ იყო ამ გაბრიალის ქუჩაზე მოსახლე დიდი ქულები იყო ხავი რა დახმარებაც გაგეწიათ თუ შეიძლება რომ გითხრათ? დახმარებით როგორ არა ასე რომ მივედი აპრილი მაისი ივნისი ჩემი მეუღლე გარდაიცვალა ივლისში მომცეს 2000 ლარი ხელზე და 2000 იგი 260 ლარი კუბოის ფული გადამიხადეს. დიახ. მე მაგალითად დაანკმაყოფილი ვარ იმ დროის ნეტა ასე ასე ცოტას ესენის და მეხმარებოდე ნეტა გამემიზდიდეს ხელს ვინ. კარგი. ეხლა ჩვენ წავალთ და შეძლების დაგვარად დაგანახებთ რა პირობები არის. მართლაც ჩამოწოლილი არის მეწყერი და საშინელი შესახედი არის. აი თქვენ თვითონაც ხედავთ. აქ ჩამოწოლილი მეწყერს ეს სახლი შეგვიძლია შევხედოთ თუ რა ხდება სახლში, ჩამონგრეული კედლები, არაფერი ისეთი ღირებული არ არის გაკეთებული დღესდღეობით და ოჯახი ვერ აკეთებს ვერაფერს, რადგან მათ არ აქვს ამის საშუალება. ეხლა ჩვენ ქალბატონიანს ერთად შევალთ სახლში და სახლიდანაც შევეცდები დაგანახოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი არის. ამ ქათამს რო ადამიანი თამიწერს რო ქათმელი ყავდა კი არსებობს. ანუ ამ ხუთი ქათმის გულისთვის სოციალური დახმარება ოჯახს არ დაენიშნა. ხავდივართ ზემოთ. შევალთ ახლა ოჯახში. აი, შეგვიძლია ზალა არის ეს ოთახის ზალა და ახლა შეხედეთ როგორი მდგომარეობა არის. ნახევარი ზალა საერთოდ აღარ არის თავის ადგილზე. ანუ მეწყერი როდესაც ჩამოწვა, წაიყოლა ოთახის ნაწილი და ამ ოთახში როგორც პირველ სართულზე არის ჩამონგრეული, ასევე არის მეორე სართულზეც ჩამონგრეული. აქ ცხოვრება ნამდვილად შეუძლებელი არის, რადგან ზამთარში აქ ფიზიკურად ადამიანი ვერ გაძლევს. მიწისძვრის ოდნავი ბიძგებიც კი რო იყოს, ეგრევე მთლად დაინგრევა ეს ოჯახი. და ეხლა ხედავთ თქვენ ქვემოთაც, აი როგორი მდგომარეობა არის, ჩამოწოლილი არის მეწყერი ქვემოთ. და დღესდღეობით დღევანდელი მთავრობის, ადგილობრივი მთავრობის მხრიდან არანაირი დახმარება არ ეწევა ოჯახს, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ლიანა მუდმივად დადის გამგეობაში. მართლა სწორია.